მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძრისღვთამსახური მღვდელი გიორგი ბაზერაშვილი. მოგესალმებით, მამაო, მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა შეეხება წმინდა პეტრე და პავლე მოციქულს და ლიტურგიკულასაც ჩვენ ახლა ვიყოფებით იმ პერიოდში, რომ პეტრე პავლობის მარხვა არის და გვირგვინდება პეტრე პავლობის დღესასწაულით. ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება მათ შესახებ საუბარი და ალბათ ბევრი არის სათქმელი. მინდა აღვნიშნო, რომ სასულიერო სასწავლებლებში, მაგალითად სასულიერო სემინარიაში, აკადემიაში საქმე მოციქულთას, რომელშიც გადმოცემულია მოციქულთა საქმეები და ძირითადად ეს წიგნი მოგვითხრობს პეტრესა და პავლე მოციქულის ღვაწლის შესახებ. ერთი წელი სჭირდება ერთი წიგნის შესწავლას, ესეც ზედაპირულ შესწავლას, არა სიღრმისეულს, ანუ პროფესიულს, არამედ კურსი რო გაიაროს ადამიანმა, როგორც ერთ-ერთი საგანი. ახალ აღთქმაში ამ ერთ წიგნის გავლას ეთმობა ერთი წელი და მეორე წელი ეთმობა მარტო მხოლოდ ეპისტოლეებს და პავლე მოციქულის ეპისტოლეებს კიდევ ერთი წელი. 14 ეპისტოლეა მოგეხსენებათ და მაყურებლისთვის აღნიშნავ ამას, 14 ეპისტოლე წერილი პავლე მოციქულის ახალ აღთქმაში. ესე იგი ახალ აღთქმის ძალიან ყველაზე მეტი წიგნი პავლე მოციქულს ეკუთვნის, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტი შემადგენლობა მისია და ძალიან საინტერესოა პავლე მოციქულის ეპისტოლეებით სიღრმისეული. შეიძლება ითქვას, რომ განმარტებაც არის 4 თავის ერთის მხრივ. მეორეს მხრივ ძალიან რთული დგას პეტრე მოციქული ამბობს, რომ ზოგიერთ ადგილს მე თვითონაც ვერ გებულობ ხოლმე რთული გასაგები არის. ეს ორი პიროვნება ეკლესიამ შეაფასა როგორც თავთა მოციქულთ, ანუ ეს პატივი მათ რაც ღვთისგან ისედაც ჰქონდათ, ეკლესიამ ასე ვთქვათ გამოამჟღავნა, აღიარა. იმდენად დიდი ღვაწლი აქვთ. და საოცარი არის ორივე მოციქული ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან პიროვნული მახასიათებლებით. მათი მოღვაწეობით, მანამდელი ცხოვრებით, ვიდრე ქრისტე გამოირჩევდა მათ, თუნდაც განათლებით. მაგალითად პავლე მოციქული იყო ფარისეველთა სექტიდან და უაღრესად განათლებული და განსწავლილი ძველი აღთქმის ჯულში და არა მარტო ძველი აღთქმის ჯულში, კარგად ჩანს ზოგადად განათლებული, რადგან ის რომის მოქალაქე იყო და როდესაც ათენში ჩადის, აი მოთხრობილია მის ცხოვრებაში, ამ საქმე მოციქულთაში, როგორ იწყებს გადაგებას, ანუ ათენელთა ფილოსოფიის ცოდნასაც კარგად იცნობს, ანუ გარეშე ცოდნას, რადგან იქიდან იწყებს გადაგებას, რაც მათთვის საინტერესო იქნებოდა, რომ ის სტელაზე, სადაც ესე ვთქვათ, პანთეონი იყო, უცხო ღმერთზე გელაპარაკებდით, იწყებს, ანუ იცის როგორ უნდა დაიწყოს, ვისთან როგორ იქადაგოს. დიდი ღვაწლი აქვთ მათ ეკლესიის წინაშე, ალბათ აღნიშნავთ ჩვენს მათ მოგზაურობებს, ანუ ესე ვთქვათ, სამოციქულო სამისინო მოგზაურობების შესახებ, ძალიან აღსანიშნავია, რომ პავლე მოციქულის მოგზაურობებს დიდი ადგილი ეთმობა საქმე მოციქულთაში. და მაგრამ რთულია უნდა აღვნიშნოთ თავიდან, რომ ერთ გადაცემაში ამხელა თემა ჩაატივა ადამიანებთან, რომ ვეცადოთ ღმერთი შეგვეწევა, რომ რაღაცა მნიშვნელოვან დეტალებზე გავამახვილოთ ყურადღება. პირველ რიგში ალბათ, როდესაც მოციქულთა ღვაწლის შესახებ საუბრობთ, მათი გამორჩევაზე უნდა ვისაუბროთ, სხვადასხვა დროს ხდება პეტრესა და პავლეს მოციქულის გამორჩევა და სხვადასხვა ადგილას. კეთილი კიდევ მივესალმები თქვენს მსმენელს. თემა ძალიან ღრმა არის, ძალიან საინტერესო. და ამ ღირსებას მოციქულთა ღვაწლისა და მასშტაბისა შეუძლებელია რაიმე ენამ გამოთქვას. და აუცილებლად სანამ ამას დავიწყებთ, ჩვენ უნდა დავესწროთ წმინდა დიდ მღვდელმთავარს იოანე ოქროპირს მათ შესახებ, როგორ ქებას და შესხმას წარმოთქვამს, რომ თვითონ ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას, მიწიერსა და ზეცეულს, ისინი ხორცში მყოფნი აღემატნენ ანგელოზებს. პეტრე დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელმსახური ეკლესიისა, პავლე ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე. აი ესეც სიტყვებს წარმოთქვას წმინდა იოანე ოქროპირი, როდესაც მათ შესახებ იწყებს საუბარს და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს კადნიერებაც იქნება, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ ვეთანხმებით, სრულებით ვიღებთ წმინდა მღვდელმთავრის ამ სიტყვებს. Rogana ვინჩაწდება თვით პავლე მოციქულის ეპისტოლე თქვენ ბრძანებთ რომ პეტრე მოციქული თავის კათოლიკე მეორე ეპისტოლეში ბოლოს ბრძანებს რომ ძნიათ საცნაურ და ძნიათ შესამეცნებელ არის პავლეს სიტყვა და იმ მწვალებელმა გადასწვალეს მის თავის ესე რომ ვთქვათ მწვალებლებმა თავის ესე რომ ვთქვათ მწვალებლური შეხედულებებით გადასვალეს, როგორც მოციქულების საქმეებს ესე შერყვნიდნენ მწვალებელნი. ამიტომ პეტრე მოციქული ამას ამბობს, რომ ძლიათ საცნაურ რაიმე შესამეცნებელ არს პავლეს ეპისტოლენი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მათი მოწოდება, ამას გვერდს ვერაულეთ, იმიტომ რომ ეს საღვთო ნათელია და მოწოდება, რომლებმაც მათ ესე მთელს ქვეყანაში იქადაგეს ეს ნათელი, რომელიც
მათ მიიღეს უშუალოდ ქრისტესაგან. უშუალოდ ქრისტესთან როგორც ეს ნათელი მიიღეს, ჩვენ შევეხებით პეტრე მოციქულის ჩვენ სახარებაც გვიყვება იოანე ღვთისმეტყველთან არის გადმოცემული, თუ როგორ ხდება პეტრე მოციქულის მოქცევა სამოციქულო გზაზე და მოწოდება. ჩვენ ვიცით, რომ პეტრე მოციქული იყო მოწაფე იოანე ნათლისმცემელისა და როდესაც იოანე ნათლისმცემელი იორდანეში სცემს ნათელს, ანუ ნათელს წყალს ინანულისას ადამიანებს. აი ამ დროს, როდესაც გამოჩნდება მაცხოვარი, ამოწმებს იოანე ნათლისმცემელი, რომ აჰა, ტარიგი ღმრთისაა, რომელმაც აღიხვდეს ცოდვანი სოფლისანი. და ამის შესახებ მეორე დღეს კვალად დგარა იოანე, როგორც სახარების მიხედვით ტექსტს რო გავყვეთ, იხილა რა და თქვა, აჰა, ტარიგი ღვთისაა. მასთან ერთად მდგომი პეტრე და იოანე თვითონ ღვთისმეტყველი, უпростоრად ანდრია და იოანე ღვთისმეტყველი, დგანან რა ისმენენ ამ ყველაფერს. ანდრია მიდის თავის ძმასთან და ესეც სიტყვებს გადასცემს, რომ ჩვენ ვიხილეთ და ვნახეთ მესია, რომელიც ითარგმანების ქრისტე და აი ამის შემდგომ მოყავს ანდრიას პეტრე. მანამდე პეტრე, რა თქმა უნდა, პეტრეს იმიტომ ვამბობთ, რომ მანამდე ჩვენ ვიცით, რომ სვიმეონი ეწოდა, იგი წარმოშობით იყო ბეცაიდიდან, გალილეის მხარიდან, როგორც ანდრია და პეტრე, სახარებაშიც კარგად ჩანს. მისი ბიოგრაფიის შესახებ ძალიან ნაკლებად, ფაქტობრივად არაფერი არ ვიცით ბიოგრაფიის. ერთი სახარებიდან გამომდინარე, რასაც სახარება უშუალოდ მასზე გვიყვება, ნამდვილად მას ყავდა ცოლ-შვილი, ანუ იქიდან ვიცით, რომ მას სიდედრი, რომელიც ხურვალებით იყო შეპყრობილი, იგი განკურნა თვით მაცხოვარმა, როდესაც იგი სახლში ესტუმრა მას და აი ბიოგრაფიულ ცნობებზე აი ეს მწირი ინფორმაცია შეიძლება ხო. თუმცა არის მომავალ ისეთი წყაროები, სადაც მოხსენებულა, მისი მეუღლე იყო ბარნაბა მოციქულის ძმისშვილი. და ორი შვილი ყავდა. ესეც გადმოცემა არის. მადლობა მამაო. ხო და რა შეეხება გავაგრძელებთ იმას, რომ როდესაც პეტრე მოდის, უფალი ამბობს მის შესახებ ესეთ რამეს. ჰოი, შენ ხარ სვიმეონ ბარ იონაისი, შენ გეწოდოს კეფა, რომელიც ითარგმანების კლდე. კლდე ბერძნულში გადმოდის როგორც პეტრე. კლდე. ამ კლდის შესახებ ეხლა რა თქმა უნდა მაცხოვარმა როგორც არსობრივად მისი შემდგომში მისი სარწმუნოების ხურვალების შესაბამისად წინ იცოდა მისი რომ ის აღიარება მოხდებოდა მისი პირით რომ მამა გამოაცხადებდა მთელ მოციქულთა დას განუცხადებდა რომ თვითონ იყო იესო ქრისტე რომ ჭეშმარიტი ღმერთი ხორჩესმული ღმერთი აქ კარგად ჩანს რომ როდესაც იკითხავს მოციქულებს ეკითხება რომ თქვენ ვინ გონიეთ მე იმიტომ რომ ხალხი რას ამბობს შემზე მოციქულები აუწყებენ რომ ზოგი წინასწარმეტყველი ზოგი ილია ზოგი იოანე მაგრამ თქვენ ვინ გონიეთ მე აი მაშინ პეტრე როგორც ბაგე ყოველთა მოციქულთა ამბობს შენ ხარ ქრისტე ძე ღმრთისა ცხოველის აი ამის შემდგომ მეუნება მაცხოვარი რომ შენ ხარ კლდე და ამას კლდეს აღვაშენო ეკლესია იჩემ იქ სადაც დასაწყისში მას კლდე უწოდა აი განცხადდა მის კლდეობა აი ამ კლდესა დეზედა დააშენა ეკლესია უფალმა როგორც აქ კარგად ჩანს რომ ეს სარწმუნოება რაც პეტრე მოციქულმა ქრისტეს მიმართ გამოიჩინა აი ეს სარწმუნოება მოეთხოვება ყველა ქრისტიანს რომ ამ კლდეზე დაშენდეს თითოეული ადამიანი ამ ეკლესიის ღირსეული წევრი იყოს ამიტომ პეტრე მოციქული აი ამ მოხმობის შემდგომ ჩვენ ვიცით რომ არაერთ გზის თვით მაცხოვრის სამქვეყნიურ მოღვაწეობის ჟამს ყველაზე უახლოესი მოწაფეა და ეს სიახლოვე ჩვენ თუ ავიღებთ ფერისვალების მთაზე როდესაც სამოციქულს გამოირჩევს პეტრე იაკობი და იოანე რომელიც მაცხოვართან ახლავან ასევე მანამდე გამორჩეულ სადამ ფერისვალების მთაზე ავლენ ჩვენ ვიცით რომ იაიროსის ქალიშვილს რო განკურნებს იქაც ხედავთ პეტრეს იაკობს და იოანეს ასევე ფერისცვალების მთაზე ჩვენ გეციმანის ბაღშიაც იგივე სამოციქულს გამორჩეულად ხედავთ საინტერესოა ახლა ის როგორ უნდა გაიგოს მსმენელმა და ქრისტიანმა ამის შესახებ როდესაც ჩვენ წმინდა იოანე ოქროპირის კომენტარს ვეცნობით თვითონ იოანე ოქროპირი ამბობს რომ ეს გამორჩეულობა სულიერი ღვაწლით აღმატებულობას გულისხმობს სულიერი ღვაწლით 12 საშურის აღმატებულები იყვნენ ეს მოციქულები და ესე უნდა გავიგოთ
აქ რა თქმა უნდა სულიერი ღვაწლი, იმიტომ რომ ადამიანი მეტნაკლებობა ადამიანებში და ქმნილებაში არსებობს. ისე არ არის რომ მოციქულები რა თქმა უნდა ქრისტეს მხრიდან ყველა სიყვარული თანაბრად მოეფინებოდა. დამტევნელობა რა კი ქმნილება არის ადამიანი, ანუ ესეც დოგმატურ ღვთისმეტყველებას ვეხებით, იმიტომ რომ აუცილებლად ჩაერთვება აქ რომ ადამიანმა კარგად გაიგოს მიკერძოება ხო არ არის ღმერთთან. რა ნიშნით უნდა იყოს ან მიკერძოება. აი წმინდა იოანე ოქროპის კიდე გავიმეორებთ რომ ეს იყო სულიერი ღვაწლით აღმატებულები იყვნენ ეს სამი მოციქული. ამიტომ პეტრე მოციქულს ვხედავთ აი ამ ნაწილშიც მაცხოვართან ამ სიახლოვეში. ასევე მისი ის კადნიერებაც ჩანს, ადამიანური უძლურება შემდგომში რო გამოჩნდება, როდესაც მაცხოვარი მოციქულებს აუწყებს რომ იგი ვნება და მიდის, ანუ ჯვარზე უნდა ავიდეს, მისცემენ წარმართებს იუდეველთა მუდამთავრები, ანუ შეიპყრობენ, გადასცემენ, როგორც უწინასწარმეტყველებს, იგი ჯვარს აცმევენ და მესამე დღეს აღდგება. აი ამის მსმენელი პეტრე ამბობს რომ უფალო მე შენთან მზად ვარ სიკვდილად მოსიკვდით ანუ ზოგადად ანუ მზად ვარ რომ შენთან ერთად მოვკვდე ანუ პეტრეს ეს ხურვალება და სიყვარული ადამიანური აქ ძალიან ჩანს წინ არის წარმოწეული თუ ჩვენ მახასიათებლებზე ვისაუბრებთ აი მოციქულის პეტრეს აი ამ მახასიათებლებს როგორც ადამიანურად განსაკუთრებულად გამორჩეული იყო მოციქულთა შორის ამ ხურვალებით და სარწმუნოებრივი მიდგომით მიუხედავად ამისა მაცხოვარი მის უძლურებას, იმიტომ რომ პეტრე ესე რო ვთქვათ ეს თავისი ადამიანური შესაძლებლობების ბოლომდე რო არ დაეყნოს და რაღაცა სიამაყე და ამპარტავნება რო არ წამოდის, მაცხოვარი იქვე ეუბნება რომ პეტრე შენ სამგზის უარმყოფ, ვიდრე ქათმის ხმობამდე. აი ამას ეუბნება პეტრეს. ჩვენ ვიცით რომ პეტრე მართლა ეს აღსრულდა და როდესაც მაცხოვარმა მას შეხედა შეპრობილმა და სამგზის უარყო და ქათამმა იღევლა პეტრეს მაშინ მოეხსენა როგორც სახარება გვიღვება. გადმოცემა იმასაც გვაუწყებს რომ მთელი ცხოვრება როდესაც რაჟამს ესმოდა პეტრეს ხმა მამლისა ანუ ესე რო ვთქვათ ნაკადი ცრემლთ არ ჩერდებოდა. თვითონ აი ვთქვათ ესეთი უპეებშიც გაკეთებული იყო ის ღარი რომელიც აი პეტრე მოციქულზე ფიზიკურადაც ასახული იყო ყოველთვის ახსენდებოდა მაცხოვრის ის სიტყვა რომელიც აღსრულდა ასევე ჩვენ პეტრე მოციქულს ხედავთ ის რომ ამ ღირსებიდან აღადგინა მაცხოვარმა რომ პეტრეს როგორც ეს მგულხურვალება დიდას სიყვარულს იჩენდა ასევე შეიძლებოდა საპირისპირო უკიდურეს მდგომარეობაშიც აღმოჩენილიყო და რა თქმა უნდა აღმოჩენილი იქნებოდა ის პერიოდი პირდაპირ სახარებაში არ არის გადმოცემული მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ მაცხოვარი ეუნება რაჟამს აღდგა და პირველი ხარება, როდესაც მენასასწრებელ დედებს აუწყებს, რომ წადით უთხარით მოწაფე და ჩემდეს და პეტრეს, ჩემი აღდგომა. გამოარჩევს, რომ იმიტომ რომ პეტრეს განცდა იცოდა, უკიდურესად განადგურებულ მდგომარეობაში იყო მაცხოვარმა. და აი პეტრე იგივე ღირსებაში, რა თქმა უნდა, აღდგება და ეს ღირსება ჩვენ ხედავთ სამომავლოდ მის მოღვაწეობაში, ამ ღირსებას კიდევ ვინაწოვის პეტრე მოციქულის ღირსებას თვითონ მაცხოვარი როდესაც აღდგომილი კურათით აღდგომილი მაცხოვარი სამგზის ეკითხება პეტრე გიყვავ რა მეა აი პეტრე სამგზის უმოწმებს სამგზის უარყოფა და სამგზის დაამოწმება პეტრე მოციქულის ამის შემდგომ რა კიღა პეტრე მოციქულს ვეხებით და ამ პიროვნებას ვიყვებით პეტრე მოციქული მაცხოვრის ამაღლებიდან ჩანს ასევე საქმე მოციქულთან მოგვიყვება პეტრე მოციქულის იმ დეტალის და მისი ცხოვრების ის მნიშვნელოვან ნაწილზე რომ ჩვენ ვიცით რომ მას შეიპყრობს მეფე ჰეროდე და ჰეროდი ანტიპა ორი ხო რა თქმა უნდა გავარჩევთ სამ ჰეროდეზია და მეორე ჰეროდეზია ჰეროდი ანტიპაზე ჰეროდი დიდზე არ არის საუბარი მიშოს ჰეროდი ანტიპამ რომელმაც მოაკვრინა როგორც საქმე მოციქულთან მოგვითხრობს იაკობი და სათნო იყო ჰურიათა ანუ ამით მოიმადლიერა იმიტომ რომ იმდამთავართა და იუდეველთა და ებრაელთა ისა ზიზღი რაღაცით დააცხრო და ამიტომ რა კიღა იაკობის მკვლელობით ამ ხელა მასშტაბი მიიღო, იმიტომ რომ ის ესეთი მოჩვენებიც იმშვიდეს ეძიებდა თავის სამეფოში, ამიტომ განიზრახა რომ პეტრეს მოეკვდინებინა. და ჩვენ ვიცით გაძლიერებული ლოცვა აღესრულება ეკლესიისა პეტრესათვის შეპრობილია და აი ამ დროს
4-4-ში ყოფი ჯაჭვით შებორკილებული ორ ადამიანს ხუნდები ედოთ, მათზე გამობმული და ნაწილი პეტრეზე და 16 კაცი იცავს, ჩვენ ვიცით, რომ ანგელოზი განაღვიძებს უფლის ანგელოზი და მოუწოდებს, რომ გაყვეს მას. აი ეს გაყულა ვიცით სამკარიბჭეს გაივლის პეტრე, მანამდე გონია, რომ ჩვენებაა ეს ყველაფერი, ჩვენებას იხილავს რა საქმე მოციქულთა მოგვიღება, კერძოდ ლუკა მახარებელი, მაგრამ როდესაც მოდის გონს, აი ადამიანურ ლოგიკაში რო შემოდის, იმიტომ რომ ჩვენ ესეც უნდა აღვნიშნოთ, როცა საფრთხო გამოვლინება, ამას სხვაგან, აი როგორც ა ブラ ამთან არის, განკვირვება დაადგა, ან განკვირვებას ეძახიან მამები, როცა საფრთხო ხილბაზე აქვს საუბარი. ეს რა თქმა უნდა ადამიანის თვისებები არ ნადგურდება, მაგრამ მდგომარეობა აქვს. ისეთი განსაკუთრებული ადამიანს, რომ ყოველგვარ ლოგიკას გაცელილია ეს. ლოგიკურად ვერ ახსნის რა ხდება. სხვათა შორის ეს ტერმინი განკვირვება ძალიან მიესადაგება. ახალ თარგმანებში რა წერენ ხოლმე ექსტასის მდგომარეობას, ასე ვთქვათ. რაც იმდენად ვერ გამოხატავს იმ შინაარს, რაც ძველი ქართული სიტყვა განკვირვება უფრო მეტად სწორედ გამოხატავს. დიახ, დაგეთანხმებით მამა, იმიტომ რომ ამ ტერმინს, რომელიც თქვენ ახსენეთ ექსტასი, იმიტომ ჩვეულ ყოფით რეალობაში იყენებენ. ისეც აგნებს უყენებენ ამ ტერმინს, რომ აი იმას, იმ შინაარს ეს ტერმინი ვერ დაიდევს. ამიტომ რაც ჩვენ ძველი აღთქმიდან ვიცით განკვირვება, ასევე ჩვენ ვიცით ის დასაბამი შესაქმეში, რომ განკვირვება იქაც ჩანს. ძველი ქართულ რედაქციაში განკვირვება იდასდვა, ანუ ძილქუშს რო ვამბობთ ამ თარგმანში, ანუ ადამს გამოუღო ნეკნი. გვერდისაგან მისცა აღუშენა დედაკაცი. აქაც განკვირვებასთან არის რომელიც ადამიანური ტკივილიც კი ადამთან არ ჩანს. რომ ეხლა ჩვენ ფიზიოლოგიურად რო ავიღოთ, რომ გვერდი გამოგიღონ შენ ნეკნისაგან, შენ ისა შეუძლებელია უმტკივნეულოდ მოხდეს ეს რაღაც. მაგრამ აი ტკივილიც კი არ განიცდება ამ დროს, აქ ჩანს. რომ ადამიანმა უბრალოდ იხილა და ესე არის ძვალი ძვალთა ჩემთაგანი და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი ამას ეწოდოს ცოლ. ხომ პირდაპირ ამბობს. აი განკვირვების შესახებ საინტერესოა აი ამ ჩვენ საუბრებში აი მოდის ეს რა თქმა უნდა ეს იძლევა ჩვენი გადაცემა მის საშუალებაც რომ ჩვენ ამ ტერმინებზე და ამ შინაარსზე ვისაუბროთ და ჩვენ რომ არ გაგვიგრძელდეს მოდი გავყვები ისევ პეტრე მოციქულის აი ამ რაც როდესაც ეს განკვირვება დასრულდა პეტრესთან და გონს მოეგო ადამიანურ ლოგიკაში ანუ გამოვიდა საპრობილე კარიბჭე დატოვა აი მაშინ მიდის შეკრებილი იყვნენ მოციქულნი სახსამა სადაც ილოცვიდნენ საინტერესოა ერთი რამ თვითონ ტექსტში ჩანს რომ ანგელოზმა ცა გვერდსამისაო ესე გააღვიძა ხელისკვრით იმდენად ღრმად ძინავს პეტრე მოციქულს და ერთი დეტალია საინტერესო რომ პეტრე მოციქულმა იცის როგორც იაკობი ესე გადასცეს სასიკვდილოდ დილით ისიც მასაც მოელის სიკვდილით დასჯა და ამ დროს ძინავს და ძალიან რთული ადამიანმა დაიძინო ხამე როცა იცი რომ დილით ესეთი განსაცდელი მოგელის ეს გამოხატულება იმის რომ ალბათ ამ დროს უკვე პეტრე მოციქულს იმდენად ასე თქვა სულიერად გადალახული აქვს ეს შეწირული აქვს მისი თავი ქრისტეზე რომ ის სულიერად უკვე ამისთვის მზად არის. როდესაც აი მოციქულს ანუ ანგელოზი გვერდსამის კრავს და აღადგენს და რაისა გძინავს თითქოს და საყვედურიც აქვს. აქ იმიტომ რომ წმინდა იოანე ოქროპირი აღნიშნავს როცა ამ დეტალს განმარტავს რომ მიუხედავად ამის ადამიანურად შენ ყველანაირად ღმერთს გადარჩენა უნდა ევედრო. შენ არ უნდა მიუშვა შენი თავი კი პეტრესი დიდი სარწმუნოება ჩანს და ამისთვის ქრისტესთვის მზად არის თავი დადოს თითქოს და შეგუებული ამ ყველაფერს და წყნარად ძინავს მაგრამ აქ როდესაც განმარტებლები ამბობენ კერძოდ წმინდა იოანე ოქროპირი აქ ამბობს რომ ადამიანმა ყველანაირი ძალა უნდა გამოიყენოს იმისა რომ ღმერთს ევედროს გულხურვალებ ეტრება ადამიანით მაგალითად ადამიანის ჩვენ პარალელი გავალოთ რომ ადამიანის ნეულებაში რო ხო შეიძლება ხელი ჩაიქნოს აი სასოწარკვეთილების ნიშნად რომ საკუთარ ჯანმრთელობას უკვე რომ არაფერი არ გამოსწორდება და სრულ სასოწარკვეთილებას მიეცეს აი ამ დროს გულხურვალებ ეტრება აუცილებელია სადაც ჩანს იმედის სარწმუნოება და ყველანაირად ადამიანურადაც ვედრება აუცილებელია ეს ადამიანმა გამოხატოს ესეთ კომენტატორები ესეთ რამესაც განმარტავენ ამასთან დაკავშირებით. აი ამის შემდგომ პეტრე მოციქულის შესახებ ჩვენ ფაქტობრივად წმინდა წერილი აღარ გვეღება. ერთო საქმე მოციქულა და ასე შემდგომ პეტრე მოციქულის შემდგომ შესახებ არაფერი არ უკვე გარდამოცემა ავსებს იმას რომ მანგანი ანტიოქია, აზიის ქვეყნები გაიარა და ჩვენ იმასაც მიუთითებია რომ ანუ რომის პირველი რომის დამფუძნებელი ესპანეთშიც არის ნამყოფი და მისი აღსასრული მოხდა რომში, კერძოდ იმპერატორი ნერონის დროს, ეს არის 67 წელს მიუთითებენ.
აი ამ დროს. ანუ თანადროულობას მიუთითებენ პეტრესა და პავლეს. მაგრამ თუ ესე კონკრეტდებიან ზოგი განმარტებელი ამბობენ რომ პირველად აღესრულა ჯერ პეტრე მოციქული და ერთი წლის შემდგომ მერე გააღესრულა პავლე მოციქული. და მისი აღსასრულიც ძალიან ესეთი საგულისხმოა იმ გაგებით რომ მოწამეობრივად დაასრულა მან ამ ქვეყნიური მოღვაწეობა. ჯვარზე, როდესაც ჯვარცმა გამოუტანეს, მან ითხოვა, რომ ჯვარზე თავდაღერა დაეკიდათ. იმიტომ რომ არ იყო ღირსი როგორც თავისი უსაყვარლესი მოძღვარი, მაცხოვარი იესო ქრისტე ავიდა ჯვარზე. ამიტომ თავდაღერა და ბოლომდე ქადაგებდა პეტრე ჯვარზე, სანამ ჩამოხსნიდნენ. თვითონ ის უნდა აღნიშნო ალბათ რომ ჯვარზე სიკვდილი იყო არა რომაელებისთვის ესე ყველაზე შეურაცხი და როცა პავლე მოციქულს შევეხებით რა თქმა უნდა იქ როდესაც მასაც განაჩენს გამოუტანენ იმიტომ რომ ჯვარცმა რომაელი მოქალაქისთვის ჯვარცმა ესეთი შეურაცხყოფელი თუ რომის პრესტიჟის შეურაცხყოფა ჯვარცმა ყველაზე შეურაცხად ანუ სიკვდილის უკიდურესი სასჯელი და ესეთი სიკვდილის ყველაზე საშინელი ფორმა იყო ესე რომ ვთქვათ ჯვარზე აღსრულება პეტრე მოციქულზე გადმოცემაში ისიც არის საგულისხმო რომ როდესაც პეტრეს ადგილობრივმა ქრისტიანებმა რომში შეეტყობინეს რომ მასზე იყო უკვე დევნა გამოცხადებული იმისა რომ შეფოს ესაყურება თუ ამრავი ადამიანი ეძიებდა მას მან გადაწყვიტა დაეტოვებინა რომი და რომიდან გამომავალს შემოხვდა კაცი რომელშიაც დაინახა ქრისტე რომელსაც ჯვრით შედიოდა რომში ეს იყო უწყება იმისა რომ პეტრესთვის საგულისხმო იყო რომ ეს იყო დრო მოახლოებული მისი აღსასრულისა. აი ესეც საინტერესო ფაქტია, როდესაც გარდამოცემა გადმოგცემს. იქაც ამ ხილვაში ესე ვთქვათ, იხილა ქრისტე, ამ ხილვაში ის არის რომ ეკითხება მაცხოვარს რომ სად მიდიხარ უფალო. მივდივარ რათა ჯვარს ვეცვა პეტრე. ეს იყო პასუხი. საინტერესოა ეს გარდამოცემაში ეს ფაქტი, რომელიც სხვათა შორის საეკლესიო წრეებში მიღებულია და ამას მოიხმობენ ძალიან ხშირად ამ ფაქტს. აი პეტრე მოციქულის სახელს უკავშირდება ორი კათოლიკეების ტოლი, რომელიც მიწერა კათოლიკობა, ეს ნიშნავს საყოველთაობას, ამას აღნიშნავს მსმენელისათვის და ეს ეხებოდა ყველა იმ ქრისტიანს, მიუხედავად მათი ეთნიკური განსხვავებულობისა, ყველა ქრისტიანს, რომელიც უკვე ქრისტეს არწმუნებაზე შემოიცეს. სადაც იქ არის ზნეობრივი ეთიკური შეგონებარი, დოგმატური ნაწილი არის, სადაც საუბრობს პეტრე მოციქული, ასევე მეორედ მოსვლის შესახებ საუბრობს პეტრე მოციქული. აქ ცოლქმრული ურთიერთობა იქნება მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობები. ძალიან საინტერესოა პეტრე მოციქულის ეს ორი კათოლიკეების ტოლი. ხე საინტერესოა რომ მამების მიმართაც დარიგება არის მაგ შვილებთან როგორი ურთიერთობა ქონდათ. რომ ხშირად გვახსენდება რომ შვილს მაგალითად 10 მცნებიდან რომ როგორ უნდა წეს პატივი შვილმა მშობელს მეხუთე მცნება არის, მაგრამ ამ პეტრე მოციქულის ეპისტოლეს არავის არ ახსენდება ხოლმე მამებს როგორ დამოკიდებულნი უნდა ქონდეთ შვილებთან დამართებაში. ესეც ბიბლიის შემადგენელი წიგნია და იმიტომ აღნიშნე. აი, როდესაც იმ ეპისტოლეში თქვენ ახსენეთ მამაო და რაკიღა ოჯახური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ოჯახებისგან შევდგებით და ოჯახებიდან ვართ გამოსულები და როდესაც ცოლქმრის ურთიერთობას ეხება, აი მეუღლებს, ამ შემთხვევაში მამაკაცებს მოუწოდებს, რომ თქვენი ლოცვა რომ არ დააბრკოლონ, არ დაბრკოლდეს ლოცვაი თქვენი, ამიტომ შეეწევდით ცოლთა თქვენ, ანუ დაეხმარე რამე თუ მყიფე ჭურჭელნი არის. რაცა უძლურეს ჭურჭელს უძლურეს ხო. ანუ მყიფე გადმოდის თანამედროვე ქართულად. უბრალოდ ხომ მსმენელისათვის თორე უძლურეს ჭურჭელნი არიან, ანუ ამას გაგება უნდა, ანუ ფასიფაქის ზეზელ საუბრობს ამაზე. უნარობაზე არ საუბრობს, ანუ დედაკაცის. და ესე იგი ჩვენი ლოცვის წარმატება აქედან საგულისხმოა, რომ ანუ ცოლის შეწევნა ანუ ფაქტობრივად ჩვენ ლოცვაში წარმატებულობას ვნახულობთ ადამიანები, როცა ლოცვაზე საუბრობს. იმიტომ რომ პეტრე მოციქულს ეს გამოცდილება ჰქონდა, 60 კილო ღვაწლი ჰქონდა, ეს გამოცდილება ჰქონდა იმ რეალობაში რა კი ამ საკითხს ეხება და ამას ეხება. ესეც აქტიური საკითხი იყო, იმიტომ რომ ახალმოქცეული ქრისტიანებს, რომელიც რა თქმა უნდა მათ ბევრი იყო, რომელიც თქვა შეიძლება ქმარი მოექცა იმ დროს და ცოლი არ იყო შერეული ოჯახები და იმ დროს ჯერ ცოლი არ იყო იმ სიმაღლეზე. ამიტომ ფაქტია რომ ამაზე რომ ამახვილებს ყურადღება საგულისხმოა.
პირდაპირ ეუნება, ფაქტობრივად ფორმულასავით ეუნება, რომ შენი წარმატება ლოცვისა დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეეწები შენ ცოლს. ხო, ოჯახის შესახებ სხვადასხვა ხშირად აი პავლე მოციქულიც არაერთ გზის ამახვილებს ყურადღებას, უბრალოდ მაშინდელი პრობლემები რაც იყო, აი თქვენ რო ახსენეთ შეერეული ოჯახები. პავლე მოციქული ამ შემთხვევაში უკვე ცოლებს წერს, რომ ქმრებს თუ განეშორებით უკვე თუ რა ხშირად ხდებოდა, რომ შეიძლება ქალი გამختارიყო ქრისტიანი და ქმარი არ ისევ წარმართი ყოფილიყო ეს პირველი საუკუნეა და ბუნებრივი. და იქ ბოლოს ესე დასკვნის საკითხად ამბობს რაკიღა პავლე მოციქულის ამ ნაწილს შევეხეთ ეპისტოლეთა ამ ნაწილს, რომ რა იცი ჰოი კაცო იქნება აცხონო ცოლი შენი და რა იცი დედაკაცო შენო იქნება აცხონო ქმარი შენი. აქ არის მთავარი პრინციპი რაზე იცი, რომ ჩვენ ერთმანეთის ცხონებაზე ზრუნვა აუცილებელია. ქრისტიანი მაშინ არის თვისობრივად ქრისტიანი, როცა თავის მოწმეზე მოყვასზე ზრუნვაში ავლენ სრულ ქრისტიანობას ვავლენთ მოყვასზე ზრუნვას, იმიტომ რომ პირველი მაგალითი მაცხოვრმა გვიჩვენა მოყვასისთვის და კაცთათვის განკაცდა, მოყვასთათვის მიიღო ეს ტკივილი ჯვარცმა და აი მოყვასთათვის მოკვდა, რათა ჩვენში ცხოვრება და სიცოცხლე და დაწყებულიყო. ამიტომაც ქრისტიანობის ყველაზე მაღალი ესეთი მოწოდებაც არის მაცხოვრისგან, რომელმაც საკუთარი მეგობრისთვის დადოს სული, ესე იგი მოყვასისთვის დადო. სული, ამაზე დიდი სიყვარული არ არის. ესე იგი ამ აღმატებულ მდგომარეობას ამბობს მაცხოვარი, ამიტომ ადამიანს ჩვენ გვაქვს ესე შუქურად და მოწოდებად მაცხოვრის სიტყვა და კიდევ 60 ქულო შეგონებაც, რომ აი პავლე მოციქული ვიტომ აი რა იცი ქალო იქნება აცხოვნო. ესე იგი ყველანაირად დათმობაზე მივდივართ, რა თქმა უნდა, იქ უკვე როცა სარწმუნოებრივ ანუ წინააღმდეგობაზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ იქვე ამბობს არადამონებულ არც ძმაი და დაი, არამედ განეყენენ, ანუ როდესაც სარწმუნოებრივად და რეალურად უკვე შენთან სარწმუნოებრივად გაბრკოლებს და აღარ უნდა შენთან, იმიტომ რომ შენ მორწმუნე ხარ და ქრისტეს ამ გზას იჭრევ და ამ გზაზე პირდაპირ საპირისპირო დაგიპირისპირდება. აი ამ დროს ფაქტობრივად პავლე მოციქულის სიტყვის თანახმად არადამონებულ არს ძმაი და დაი, არამედ განაყენენ, რომელიც სიტყვას მაგალითად მოწამე შუშანიკმა გამოიყენა ვარსკვლავთან მიმართებაში. შუშანიკის მარტოობაში ჩვენ ვიცით, რომ ზუსტად ეს ციტატა მოყავს, რომ არადამონებულ არს ვარსკვლავს მიმართავს დაი და ძმანი, არამედ განაყენენ. ანუ როგორ ყველაფერს სჭირდება სწორი განშის უნარი ადამიანს, როგორც სწორი განშის უნარი სჭირდება, რა თქმა უნდა, აზროვნების, ასე ვთქვათ, ცოდნა დიდი, რომ ეს პარალელების გავლება შეეძლოს ადამიანს და განშის დასკვნის გამოტანა. მაგრამ ამავე დროს სჭირდება დიდი სულიერებაც, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს მადლი არ აქვს, სულიწმიდის მადლი, რაც არ უნდა დიდი ცოდნა მიიღოს, ერუდირება მიიღოს, ცოდნა ცოტა კიდე ესეთი ტერმინია, იმის კიდე ცალკე განმარტება ჭირდება. ასე რომ ნაკითხი იყოს, ასე ვთქვათ, მას სწორი დასკვნის გამოტანის უნარი არ ექნება. იმიტომ ხდება ხოლმე ეს არასწორი შეფასებები, თუნდაც თქვენ ახსენეთ შუშანიკის სწავლება და მასთან დაკავშირებითაც ხდებოდა და იწერებოდა კიდევაც. ისევე პავლე მოციქულის სიტყვების არასწორი გაგება რამდენი სექტაში, რამდენი არასწორი წარმოდგენა წარმოქმნა. ძირითადად ეს მე-4, მე-5 საუკუნის, პირველი საუკუნის ეს გნოსტიკური სექტები წარმოპოვდა. მათგან მოდიოდა ძირითადად არასწორი შეხედულება ცოლქმრობის შესახებ, რომ საერთოდ ბოლოს ზოგიერთი სექტა იქამდე მივიდა, რომ ცოლქმრობას საერთოდ ცოდვად მიიჩნევდნენ და უარყოფდნენ და ასე შემდეგ. ანუ რამდენად სჭირდება ყველაფერს სწორი გააზრება, რომ წმინდა წერილის სიტყვები კონტექსტში გაიაზროს ადამიანს. მათ ამას სჭირდება მადლი, რა თქმა უნდა, სწორი წმინდის. ერთი მინდა აღნიშნოს, ამ საუბარს გავაგზავნოთ პეტრე მოციქულთან დაკავშირებით, რომ აი მისი უარყოფა ქრისტესი და შემდეგ რაზეც თქვენი საუბრად სამგზის ისევ სამგზის აღიარებინა მაცხოვრმა და ამით მოციქულური პატივში აღადგინა. იმ დროს უკვე პეტრე მოციქულს ალბათ იმ ხელა სიანდული ჰქონდა, რომ ეს ფაქტობრივად გადალახული იყო ყველაფერი, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე მორწმუნე მაგალითად მრევლის მხრიდან ვინც დაინტერესებულია კითხულობს საქმე მოციქულთან, მათგან ესეთი შეფასება სახარებას პეტრე მოციქულის მიმართ როგორი სისუსტე გამოიჩინა. და ჩვენ ყველა ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას, ადამიანური სისუსტე რა თქმა უნდა გამოიჩინა. ღმერთმა დაუშვა, რადგან მაგალითი ყოფილიყო ჩვენთვის, იმიტომ რომ ესეთ მაგალითს ალბათ სხვა ვერ მოგცემდა. და რატო სხვა მოციქულები თუ დაუკვირდებით ჩვენ სახარებას და გახსოვთ, მაგრამ ყველა განიბნიან, ყველა გაიშიშისაგან, ყველა გაიქცა. ჯვარზეც მარტო იოანე მახარებელი არის. ყველა არ ჯვრის ჯვარზეც საკვე აღარავინ აღარ რჩება. და პეტრე მოციქული ყველაზე მეც სითამამეს იჩეს, იმიტომ რომ ღვთაების ეზომდე მიყვა. ალბათ ამდენ სხვა ვერც გამოირჩენდა და მას ვინც ამბობდა რომ სიკვდილშიც წამოყვება, მასზე დაუშვა უფალმა, რომ მას ესე ვთქვათ ეს სისუსტე გამოევლინა და მე და მაგალითი როგორც ამაში ასევე სინანულში რომ მაგალითი ყოფილიყო ჩვენი, ალბათ ესე ვერავინ ვერ გააკეთებდა. დიახ, მამაო, დაგეთახმებით, ანუ თუ ჩვენ სულიერ მხნეობაზე ვამახვილებთ პეტრე მოციქულის, იქაც კარგად ჩანს სულიწმინდის მოფენის შემდგომ, რომ პირველ გზის იოანე ღვთისმეტყველთან ერთად, ანუ უქადაგებს რა პეტრე იმ ადამიანებს, ვისიც რამოდენიმე
ჟამის წინ ესე რომ ვთქვათ, ეშინოდა და გაურბოდა 3000 კაცს მოაქცევს, ხოლო შემდგომში უკვე 5000 კაცს მოაქცევს. პირველი ქადაგებით. ანუ 3000 ქრისტიანი ერთ ბაშად. ეს არის ის ხალხი, რომლებმაც ჯვარცმაზე მიიღეს უმრავლესი მათი ნაწილი, ჯვარცმაზე მიიღეს მონაწილეობა, იმიტომ რომ აქ როდესაც მიმართავს აქ ქადაგებაში და მიმართ ფორმაში კარგად ჩანს, რომ რაჟამს ჯვარს აცუთ შეინანეთ. რამე თუ მას ხელეწიფება, ამიტომ ეცვა ჯვარს რომ მოგიტევოთ ცოდვანი თქვენი. უკვე თუ შეინანებთ და ნათლს იღებთ, რა თქმა უნდა, ეს სიხარული, რაც მას ხო არ მოუტანა, აი ამას მიიღებთ. და იმ დროს ჩვენ საქმე მოციქულთა მოგვიყვება, რომ შეინანეს მათ და რა იუქმნეთ და ასე შემდგომ და ეუბნება შეინანეთ. პეტრე მოციქულს ჩვენ საინტერესოა კიდევ, როდესაც წარმართების მოქცევაზე, რა თქმა უნდა, პავლე მოციქულს შევეხები და წარმართა მოციქულათაც იწოდება, მაგრამ პირველი შემთხვევა წარმართის მოქცევისა პეტრე მოციქულს უკავშირდება. ეს საერთო დაშვებულობას იქ ჩანს, რომ სულიწმინდა გარდამოდის კორნელიოსის სახლზე. იმიტომ რომ როდესაც პეტრე მოციქული ჩვენ ვიცით, რომ ლიდიაში სასწაულს მოახდენს და მკვდარ ტაბითას აღადგენს, მართალი ტაბითას სახელით ვიცით და ვიხსენიებთ მართალ ტაბითას, იმის ცხოვრებაში ვიცით, რომ პეტრე ანუ ლიდიაში იმყოფება და ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავდნენ ანუ ტაბითას მიმართ და უჩვენებდნენ ტაბითას ყოველ საქმეს, კარგად ჩანს და ნაყოფს ებედრებიან პეტრეს, რომ მოვიდეს და დაეხმაროს. პეტრე გამოიყვანს ამ ადამიანებს, დადგება, ილოცავს, შესთხოვს უფალს და უფლის სახელით ტაბითა შენ გეტყვი, სახელით უფლისაი და აღადგ. ტაბითას აღადგენს. ეს ფაქტი ვიცით, რომ პეტრე მოციქული აღადგენს მიცვალებულს და მისი ჭრდილით განიკურნებოდნენ სარდომის ნეულებებს. მისი ჭრდილი განკურნებდა. და ამის შემდგომ ჩვენ ვიცით, რომ ეს ხდება იოპე, ქალაქ იოპეში, სადაც პეტრე მოციქული გაჩერებულია ზღვის სანაპიროზე, ვინმე ესე მეტყავესთან, თარგმანში რო გადმოვიტანოთ, ანუ მეკარვესთან ტყავებით, ანუ ის დამახასიათებელი იყო იმ დროისთვის კარვები, ძირითადად კარვები იკერებოდა და ტყავს იყენებდნენ. და აი ამ დროს კესარიაში ხდება ვინმე კორნელიოსი, რომელიც ტომით იტალიით და ასის თავი მისი ქველის საქმე და ლოცვაი შეიწირა ღმერთმა და ანგელოზი ეუბნება. შენი ლოცვა და ქველის საქმე კორნელი აღიწია ღმერთმა სათნო იყო. ამიტომ მივედ კაცისავის სვიმონისა, რომელიც ზღვისპირას არის, მიავლინე ადამიანები და მოუხმე შენთან. აი, როდესაც პეტრე მოციქული მიდის, საინტერესოა რამოდენიმე ადამიანის მიყვება. ეს საერთო განგებულებაც არის, იმიტომ რომ ის წინადასვეთილებისაგანი, რომლებიც უკვე ქრისტიანებად არიან უკვე, მაგრამ ეს არის პერიოდი, მამაო, აუცილებლად უნდა გავამახვილოთ, რომ ეს არის ძველი აღთქმის ჯულში მყარად არიან ეს ადამიანები. ეს არის გარდამტეხი გარდამავალი პერიოდი. თითო მოციქულებისთვისაც ასიახლეს, რომ წარმართები შეიძლება შემოვიდნენ ჭეშმარიტ ეკლესიაში. დიახ, მაგრამ აი პეტრესთვის მაგალითად წინ უძღვის სანამ კორნელიოსთან მივა, ანუ სულიწმინდა ემეტყველება. თორე პეტრე ისეთი კიდევ ამბობ, რომ სახლისა ისრაელისათვისთვის, ანუ ღრმად არის, რომ ისრაელის შვილებს უნდა უკადაგოს და ამისთვის არის მოწოდებული. და კი მიუხედავად მას ხო არ მოვთხრა წავედი და უკადაგეთ ყოველსა სოფელსა, მაგრამ მაინც ადამიანური ფაქტორი აქ არის ძალიან წინ წამოსული. მიუხედავად ამისა, კიდევ ეშინიათ. რომ წარმართებთან როგორ შეიძლება მიიტანონ ის სიტყვა, ან ის წარმართი როგორ შეხვდება. ამიტომ ჩვენებას იხილავს, ჩვენ ვიცით ეს ცნობილი ჩვენება, რომ ანუ მე-6 ჟამს ილოცავს პეტრე ანუ ზღვის პირას და გარდამოდის ზეცა იხსნება და გარდამოდის მსგავსი ტილოისა, როგორც მოგვიყვება მოციქულთა საქმე და მასში არის ყველა ქვეწარმავალი და ესე რომ ვთქვათ, სხვილფეხი, ცხოველი, პირუტყვი და ყველა ფრინველი, თავმოყრილი. და აი ხმა გაისმევა, ადექი დაკალი და ჭამე პეტრე. არა უფალო, არაფერი წმინდა ჩემბაგეს არ უწმინდური, არანაირი უწმინდური და არაწმინდა ჩემბაგეს არ გაკარები. და კიდევ კვლავეონება ადექი და ჭამე და იქ უკვე უფალი უმეორებს და ანუ ის აზრი, ესე რომ ვთქვათ, ამ თანამედროვე სტერეოტიპი უნდა რომ დაუნგრიოს პეტრეს, რომ იმიტომ რომ დროა ჟამია უკვე. რომ წარმართებმა მიიღონ, მზად არიან წარმართები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით უკვე კორნელიოსთან უკვე ანგელოზია გამოცხადებული უკვე. ანუ ეუნება რომ რომელიც ღმერთმა წმინდა ხო, შენ არაწმინდა, ნუ მიგაჩნია არაწმინდად. აი პეტრეს ეს ჩვენება ადის და პეტრე უკვე ფიქრობს რომ რა არის ეს ჩვენება. და ამ დროს სულიწმინდა ეუნება რომ აი მოდიან ადამიანები და რასაც გეტყვიან დაემორჩილე. სულიწმინდა ეუნება პეტრეს. აი ამ დროს მიდის და უკვე კორნელიოსთან შეხვედრაა და ჩვენ ვიცით, როდესაც პეტრე მიდის და კორნელიოსი კვლავ უყვება ის რა მოხდა და ამიტომ მიავლინა
პეტრე რომ წამოსულიყო და პეტრესთან ერთად ჩვენ ვიცით რომ 6 ადამიანია, იმიტომ რომ ეს ადამიანები შემდგომში წინ აღუდგებიან და სხვა უბრალოდ სხვა ადამიანები, რომლებიც ეტყვიან რომ რატომ მიხვედი წარმართებთან. ხო, მაგალითად აქ საგულისხმოა. უთანხმოებაც იყო. დიახ, უთანხმოება მოხდა ამის გამო. და აქ აი პეტრე მოციქული, როდესაც დაიწყებს ქადაგებას, იხილავს რა და ეს არის პირველი შემთხვევა ეკლესიის ისტორიაში არც გამეორებულა, ნათლისღებამდე მოდის სულიწმინდა. ეს პირველი შემთხვევა, საგულისხმოა ჩვენთვის, სულიწმინდა დაადგრება მათზე და ჩვენ ვიცით რომ საერთოდ წინ უძღოდა ნათლისღება და მერე სულიწმინდის მოხმობა და მოციქულები ხელს დასდებდნენ და სულიწმინდა მიეცემოდა მორწმუნე ადამიანს. და ხილულის სახით გადმოდიოდა. და ხილულის სახით გადმოდიოდა და ხილულად ანუ ნაყოფებიც ხილულად გამოდიოდა ეს ენათა მეტყველება და ასე შემდგომ სასწაულები და ნიშები იქმნებოდა მათ მიერ. აი სულიწმინდა ღმერთი მოდის და დაადგრებს და რაღა ყენება არის ანუ პეტრე მოციქული ამბობს რომ რაღა წინააღმდეგობა ვის შევეწინააღმდეგო ღმერთს როცა სულიწმინდამ როგორც ჩვენ გამოგვირჩია ეს ხალხის გამოირჩია ნახეთ რას ამბობს ამიტომ ადგა და ნათლსცა წყლის მეშვეობით. აი ეს პირველი შემთხვევა წარმართა შემოსვლის. ანუ კორნელიე გახდა სახე წარმართა მთლიანი ეკლესიისა რო შემოდის. ჩვენ ვიცით რომ პავლე მოციქულის მასშტაბი უკვე წარმართა მოციქულად რო ანუ ქადაგებს თელ ქრისტიანობას და სახარების ამ ჭეშმარიტებას განავრცელებს და მთელი წარმართა მთელი სამყარო მიიღებს. რა თქმა უნდა წინ აღუდგებიან ბევრი წინააღმდეგობები არის და ხო ძალიან რთულია ეს ძალიან რთულია მიიღო. და აი პეტრე მოციქულზე შეიძლება აი წმინდა წერილის მიხედვით რო ვისაუბროთ, აი პეტრე მოციქულს აი ეს მოვლენები უკავშირდება. განუზომლად დიდია ღვაწლი პეტრე მოციქულის. და თვითონ მაცხოვართან სიახლოვე პეტრესი. და აი როდესაც პავლე მოციქულს აუცილებლად ახლა ჩვენ შევეხებით პავლე მოციქულს აი რატომ აინდა მაინც ერთად რატომ არიდა მაინც თავთა მოციქულად გარიან გამორჩეული ახლა პავლე მოციქულის მასშტაბი მოღვაწეობისა იმხევლაა რომ 12 თაგანს ფაქტობრივად გარდაემატა მისი ღვაწლი აი სულიერი მსგავსება პეტრესა და პავლეს შორის ძალიან დიდია სულიერი ერთობა და ის ნიშანიც რომ მოწამეობრივად ფაქტობრივად ერთადაც მიიღეს მოწამეობა აი ჩვენ რო ერთად ვაყენებთ რა ნიშნით შეიძლება დააყენოს ეკლესია ამას არც დიდი ყურადღებას აქცევს და ორივე რომში აღესრულა მოწამეობით აუცილებლად ჩვენ ახლა მოდი პავლე მოციქულზე აუცილებლად იმიტომ რომ ძალიან დიდი ცოტა რჩება პავლე მოციქული ჩვენ ვიცით დაიბადა კილიკიის ტარსუსში უბრალოდ და ანუ თვითონ როგორც მოწმობს როდესაც მიმართავს თავის ქადაგებისას, ანუ პავლე ამბობს, რომ სჯულით ჰურიაი, ანუ სჯულით ჰურიაი ეს არის ასახელებს კასტას, რომ ფარისეველი ფეხთა გამალიელისათა აღზრდილი და შემეცნებული ჭეშმარიტებას და სჯულსა უფრისესა და ანუ თავის თავზე რომ მოწმობს, აი აქ ჩანს რომ მოწოდებამდე როგორი მდგომარეობა ჰქონდა პავლეს, რას ფლობდა და რა იყო მისი განსწავლობის თავი ის რომ სჯული ზედმიწევნით იცოდა გამალielis ფეხთან, ანუ ძველი აღთმის სჯულზე აქვს საუბარი და აი პავლე მოციქულის ისიც უნდა აღინიშნოს რომ ეს არის რომის მოქალაქეობა ჰქონდა მამამისისაგან, იმიტომ რომ მამამის როცა საუბრობს მამამის ჩვენ ისიც აღნიშნოთ რომ რომის მოქალაქეობას იოლად ვერ მიიღებდა იმ პერიოდში ადამიანი. შეიძლება დავასახელოთ რამოდენიმე თვისება, რა შეიძლება გამთარიყავი. ერთი იყო რომ შეგეძლო გეყიდა რომის მოქალაქეობა, ძალიან დიდ ფასად უნდა გადაგეხადა ეს. ფაქტობრივად იმ დროისთვის საშუალო ფენა საერთოდ ვერ შეწდებოდა ამას. ერთია რომ თუ ჯარში მსახურობდი რომის ჯარში წარმოშობით სხვა ესეც ერთგვარად ჯილდოთ ეძლეოდა რომის მოქალაქეობა. და ეს იყო ძალიან რთულად მოსაბებელი, იმიტომ რომ ჩვენ კლაუდიუს ლიუსიუსთან რომ საუბრობს პავლე მოციქული შეპყრობილი და ქადაგებს, აი კლაუდიუსი ეუბნება რომ მე ფაქტობრივად იმდენი რამე დამჭირდა რომ რომის მოქალაქეობა მომეპოვებინა და შენ როგორ ხარ რომის მოქალაქე აქ ეუბნება. და უკვე ეუბნება ასახელებს რომ მამამისი, იმიტომ რომ მამამისი რომის მოქალაქე იყო და კი რა თქმა უნდა მამამისგან გადაეცა მემკვიდრეობით რომის მოქალაქეობა. ჩვენ ახლა პავლე მოციქულზე რო ვიწყებთ საუბარს, ეს არის მართლა ორღანო სულიწმინდისა. მისი ქადაგება, მისი ქადაგების მასშტაბმა, როგორ ვთქვათ, წარმართა გაქვავებული გული მთლიანად დაალბო, შეძრა. ანუ ეს ადამიანები მოაქცია ჭეშმარიტებას.
მისი სამოღვაწეო ასპარეზი სანამ შევეხებით და სანამ მისიონარულ გზას და მგზავრობებს აღასრულებს, ჩვენ ვიცით მოქცევაზე უნდა ვისაუბროთ პავლე მოციქულის. ჩვენ ვიცით მანამდე საულე ეწოდებოდა პავლეს და საქმე მოციქულთაში ჩვენ ვხედავთ პირველად სად გამოჩნდება ეს პიროვნება, რომ სტეფანე მოციქული 7 დიაკონთაგანი, როდესაც იუდეველი ქალაქ არ გარეთ გაიყვანს და ანუ ქვით პირველი მარტვილი როგორც ეკლესიისა ქვით ჩაქოლავენ, აი აქ ჩანს საულეს პიროვნება, რომ ვინმე ჭაბუკისა ფეხთათანა დასდებდნენ შესამოსელსა, რომ ანუ აქ კარგად ჩანს რომ ესე იგი შესამოსელი დიდი რაღაცა დიდი ესეთი დღეს რომ შეიძლება ანაფორა მოსაჩვენ მოსასხამები იყო, ანუ ქვა რო კარგად ესროლად, ეს ჭაბუკი ინახავდა ამ შესამოსელს და თვითონ ქადაგებაშიც აღნიშნავს, რომ მე თითქმის მოხარულიც ვიყავი, რომ ჟულს მივდევდი და ამისთვის ჟულისა მოწინააღმდეგეს ქოლავდნენ და მეც აი სიამოვნებით შევცქეროდი ამას. ამიტომ აქ ჩანს პირველი საულე. და ამის შემდგომ ჩვენ ვიცით რომ საულე ისეთი ჟურის მოშურნე იყო რომ გამოითრევდა დედაკაცებსა და მამაკაცებსა და ანუ შეჰკრავდა და მოყავდა მდელმთავართა წინაშე. წიგნობართა წინაშე. და აი ამის გამოსათხოვად ითხოვს დამასკოშიც მიეცეს მდელმთავრისგან წერილი უფლება ესე რომ ვთქვათ წერილი რომ ჩავიდეს და იქ თუ ვინმე ნახა თავის ჟურის წინააღმდეგი და ეს ახალი ესე რომ ვთქვათ სექტის წარმომადგენელი იმ დროს უღურებდნენ როგორც აი ესეთი მოწინააღმდეგე ჟურის სექტა იესო ნაზარეველის მიმდევრებს რომ წამოიყვანა ისინი თუ წინააღმდეგობას გაუწევდნენ ისევ ჩვეული მიდგომით ანუ შეკრული და ცემით წამოიყვანა ის ხალხი. აი ამ დროს აი დამასკოს გზაზე მიდის რამოდენიმე ადამიანთან ერთად. იერუსალიმიდან მიდის დამასკოს გზაზე და იხსნება ზეცა და წინვალება პავლე მოციქულის გარშემო. ნათელი დაადგება მას. დაეცემა და იწყებს საუბარს. ანუ კითხვა ნათელში გაისმევა ხმა, უფალი ესაუბრება საულეს, საულე, რა ისამდევნი მე? და ვინ ხარ შენ უფალ? ეუბნება. და მე ვარ იესო, რომელსაც შენ მდევნი. იესო ნაზარეველი, იმიტომ რომ იმას კერუნება ძეხ ღვთისა. იმიტომ რომ იტყვის რომ მე ძეხ ღვთისას არ ვდევნი მე. იესო ნაზარეველი აქ აღსრულდა მაცხოვრის სიტყვა რომ თქვენ თუ განგდევნიან მე გამდევნიან. ანუ თითოეული ქრისტიანის დევნა ეს იესოს დევნა. ჩვენთვის ყველაზე დიდი ნუგეში და მოციქულებისთვის რა იყო რომ თუ იმ ღვაწლზე ესაუბრებოდა მაცხოვრის სახარებაში არაერთხელ რომ თქვენ დევნას დაგიწყებენ თავართა და ხელმწიფეთა და მეფეთა წინაშე წარგადგენენ. ხო, მათთვის ნუგეში რა უნდა ყოფილიყო? რატო ამ ყველაფერი რატო დავითმოთ? იმიტომ რომ ეს ჩემი სახელით აღესრულება. ჩემთვის აკეთებთ ამას. თუ თქვენ განგდევნიან, მე გამდევნიან. ამიტომ აქ კარგად ჩანს რომ მე მდევნი საულე. თითოეულ ქრისტიანზე ახლა დამასკოში რომ მიდიხარ, ეს ჩემ გამოსადევნად მიდიხარ. შეიძლება ითქვას რომ პავლე მოციქულის ამ ცვლილება იმდენად კი არ ხდება, რომ გააზრება ხდება, ის რასაც თვითონ ჭეშმარიტად ემსახურებოდა, თურმე ეს ყოფილა განკაცებული ძე ღვთისა, ანუ ეს ასე თქვი ცრუ მესია გაყოფილა განკაცებული ძე ღვთისა. ხშირად ხდება ხოლმე რომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ადამიანი ძალიან შეიცვლება პიროვნული მახასიათებლებით. რა თქმა უნდა შეიძლება მადლით შეივსოს დიდი სულიერი ღვაწლით ამაღლდეს, მაგრამ პავლე მოციქული მანამდეაც ძალიან პატიოსანი იყო. ანუ ის რასაც აკეთებდა იმაში სრულიად გულწრფელი იყო. იმის ადამიანთა სიძულვილის გამო კი არ აკეთებდა, ღმერთს ემსახურებოდა. აი ეს გულწრფელება მე უკვე მის შემდეგ ღვაწლში წარმოჩენდა. ერთი გადაცემა იყო BBC-ზე გადიოდა თუ არ ვცდები ნატურალისტების მიერ გაკეთებული და ესეთი გადაცემები ძალიან ბევრია. ბიბლიურ მოვლენებს რო განიხილავენ, ოღონდ ისე რომ თითქოს ეს ყველაფერი მოხდა, ამას არ უარყოფენ, მეცნიერულად ამტკიცებენ, მაგრამ ამაში სასწაულის გამორიცხვა რო ხდება ხოლმე ესეთი, ანუ როდესაც ადამიანმა კარგად არ იცის წმინდა წერილი, ადვილად მოთხოვდება. და აი პავლე მოციქულის მოქცევაზეც იყო ერთი, თვითონ პავლე მოციქულზე იყო გადაცემა და ესეთი რაღაც თქვეს, რომ ეს გამოცხადებებს დაუკავშირეს ეპილეფსიას, ასე ვთქვათ, ნათლის ხილვა და ციტატა მოიყვანეს ბიბლიიდან, ოღონდ ერთი ციტატა მოიყვანეს და ეს ამის შესახებ პავლე მოციქული ორი გზის წერს, რომ ხმა მას ესაუბრებოდა ქრისტეს, მაგრამ ნათელი ყველა მიხილა, თუ ყველა დაეცაო, მას დაახლოებით 50 კაცი მოყვებოდა. და მაშინ ლოგიკურად ყველას ხო არ ქონდა, ეხლა ღმერთმა დაგვიფაროს ამას რისგან, მაგრამ მათ გადაცემის დასკვნა ის იყო, რომ ეს იყო რაღაცა დაავადება. რადგან მე დაუკავშირეს მას ხშირად ფიზიკური სნეულება ჰქონდა, თვითონ რო აღწერს რომ უფალმა არ გამკურნა, რათა არ აღვიმაღლო.
და საინტერესო ის არის რამდენად მნიშვნელოვანია რომ ადამიანს ქონდეს ამის ცოდნა რომ როგორ ატყუებს მას ხანდახან მეცნიერი გადაცემიდან და შეიძლება მას ლოგიკურად მეყვა და დაიჯერო მაგრამ ხედავთ რომ ივანე კოპილიც განმარტავს მე რა იქვეა განმარტავს რომ ნათელი ყველა მიხილავ ეს სინათლე მაგრამ ნათელში ქრისტე და მასთან მოსაუბრა მხოლოდ პავლე მოციქული იყო და ეხ მამა სასწაულთან დაკავშირებით ხა გამახსენდა და ყველანაირ მეცნიერულ მიდგომას და ახსნა განმარტებას პავლე მოციქულის შემდგომი ნაბიჯები მთლიანად არღვევს და აყოფის მოღვაწეობის იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ აი ერთი პოლუსიდან მეორე პოლუსში გადმოდის ადამიანი აი აქ შეუძლებელია რაიმე მატერიალურად განიხილო ნათელი ეს არის უშუალოდ ღმერთის მოწოდება ხოლო ღმერთთან რომ ღმერთი შეხვდება ადამიანს მაშინ მყისიერად იცვლება ყველაფერი ეს კარგად ჩანს პავლე მოციქულის შემდგომში აი ამ მუზარ-მაზარ მოღვაწეობაში. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ თვალის ჩინი, ანუ ხედვი და ან თვალი ეხილა, მაგრამ თვალის ჩინი არ ქონდა. სამი დღე ვერ ხედავდა და უჭმელი, უსმელი, ანუ მიდის დამასკოში და აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მოვლენა, იმიტომ რომ ვინმე ანანია მღვდელი რომელიც დამასკოში მოღვაწეობს, ხილვა აქვს მას და უფალი უბრძანებს ანანი, აქ ვარ უფალო, მიბრძანე. ეს არის ყოველთვის მზადყოფნა ყველა ქრისტიანისა. ჩვენ ძველ აღთქმაშიც ვიცით სამუელ წინასწარ ისა სამუელ, აქ ვარ უფალო, ანუ სამგზის ეუბნება, აქ ვარ უფალო. ეს ნიშნავს რომ მე მზად ვარ გემსახურო და ამისთვისა ვარ უფალო მე. და ეუბნება რომ აი ვინმე საულე, რომელიც დამასკოშია, ანუ მოვა შენთან და ნათელი ეცი. ეს არის მოწოდება. და იქ ანანია თითქოს და უფალთან საუბარში რომ მე მას მიეს და ყველა მიცით რომ ეს ცნობილია ეს კაცი რომ ანუ შენ ეკლესიას დევნის ქრისტიანებს დევნის და როგორც ენათელი არა მე ჭური რჩეული მიპოვიეს ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია როცა ქრისტე ამბობს ჭური რჩეული მიპოვიეს ჭურჭელი რომელიც რჩეული ჭურჭელი ესა როდესაც უფალი მოწმობს ამას იმიტომ არის ღირსი თავთამოციქული იყოს ეს იმიტომ ეს არის გამორჩევა პავლე მოციქულის. ჩვენ ვიცით რომ სიცოცხლეში არ მომხდარა პავლე მოციქულის გამორჩევა. ქრისტეს ხო, სიცოცხლეში ქრისტეს ამ ქვეყნიური მოღვაწეობისას რო კარგად და ისა დავამოწმოთ რომ არ მომხდარა და აი ეს არის რომ რჩეული ჭურჭელი მიპოვიეს მე. ეს წავა და ჩემს სახელს აღიღებს და მთელ წარმართა წინაშე იქადაგებს მეფეთა მთავართა წინაშე და რაც ამ სახელის გამო შეემთხვევა ეგ მე ვიცი. და მნიშვნელოვანი ჩვენ წეგან აღნიშნეთ მამო რამდენად რთული იყო იუდეველებისთვის ანუ მოციქულებისთვის რომლებიც პირველი ესე იგი მღვდლები არიან ქრისტეს მღვდლები წარმართების მიღება ეკლესიაში და ამის გააზრება იმიტომ რომ ისინი ხო ისე ძველი აღთქმის ეკლესიის გაგრძელება ახალი აღთქმის ეკლესია ხო და პავლე მოციქული თავისი მოღვაწეობით და თავისი ეპისტოლეებით როგორ ზედმიწა ლაიტმოტივად გასძევს მის ეპისტოლეებს თითქმის ყველა ეპისტოლეში ანუ განსაკუთრებით ებრაელთა და რომაელთა ერთ ეპისტოლეში რომ რა ურთიერთმიმართება ძველსა და ახალ აღთქმას შორის ეს გაიაზროს ადამიანმა ძველი აღთქმარისთვის იყო რა აღესრულებოდა წინასახეობრივად და ეს რო ახსრულდა უკვე ახალ აღთქმაში და როგორ არის ქრისტე უკვე ამის აღმასრულებელი და ჩვენი გადამრჩენელი რომ რჯული კი არა უკვე ქრისტე ამის განმარტება რამდენად საჭირო იყო პირველ საუკუნეში პირველად დღესაც არ გვესმის ხშირად შეიძლება ეკლესიაში დადიოდეს ადამიანი წლების განმავლობაში რო იყოს და ამას ვერ იაზრებდეს კარგად რას ნიშნავს აი ძველი და ახალი აღთქმა ერთმანეთთან რა კავშირში არის და იგივე და ანუ ეპისტოლეები ამით ძალიან ხშირად ბევრი ეპისტოლეში ამის შესახებ პავლე მოციქული საუბრობს და ზოგადად ძველ აღთქმაზე როგორც ამღზდელობით ნაწილად მოიხსენიებს აი ვიდრე რწმენის გამოჩინებამდე მზარდულ გვექმნა ჩვენ გალატელებს ეუბნება. ანუ მზარდულ, ანუ მიმყვანებელი იყო. ანუ ქრისტესთან რომ მესიამდე მიმყვანებელი იყო. და ერთი რამ მინდა რამდენიმე წუთი დაგვრჩა რომ აღნიშნოთ პავლე მოციქული ძალიან ხშირად უწევს მას საკუთარი სამოციქულო ღვაწლის მტკიცება ეპისტოლეში. ეს ახლა შეიძლება ისე პირდაპირ წაიკითხოს ადამიანს მიიჩნიოს რომ რაღაცა თითქოს საკუთარ თავს წარმოაჩენს თითქოს რაღაცა არა და საჭიროა რომ ეს განუმარტოს მსმენელს. აი როგორი დიდი ცილისწამებები იყო ასეთი დიდი მოღვაწის წინაშე და ეს ახალი დღესაც ეს ხდება როცა ადამიანი რაღაცა დიდ ღვაწლშია მას ბევრი მტერი გამოუჩნდება ბევრი ცილისწამება გამოგონილი ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად და როგორ არ უნდა აყვეს ადამიანი აი ამ ცილისწამებას ამის მაგალითიც ეხლა მამა აუცილებლად სანამ აი გადაცემა დასრულდება პავლე მოციქულზე ფაქტობრივად არაფერი არ გვითქვამს აი ამუზარ-მაზარ ვასთან უბრალოდ რაღაცა ესე ვეხები ძალიან მცირედ ვეხებით მამა აუცილებლად უნდა ითქვას რომ იგი იყო აღტაცებული მესამე წამდე
აი ხორცში მყოფი, იმიტომ რომ მესამე პირში საუბრობს თავის ეპისტოლეში, რომ არ ვიცი ვინმე კაცი 14 წლით ადრე, ანუ რომ ხორცით თუ ხორცის გარეშე იქნა, ღმერთმა უწყის, ანუ მდგომარეობას ამბობს, ისიც განკვირვებასთან აქვს საქმე, შეიძლება აქ ვთქვათ, რომ მესამე ცაზე იქნა აღდაცებული. სიტყვანი იქნეს გამოუთქმელი სიტყვანი ესმის, რომელსაც კაცის პირი ვერ გამოთქვამს. და იგრძალება კიდევაც რომ გამოთქვას ეს ყველაფერი. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია პავლე მოციქულის ცხოვრებაში, როდესაც 60 კულო ღირსებას იცავს, მაშინ მოყავს ეს სიტყვა. განა ის რომ თქვათ რაღაცა ესე სიამაყეთან ამ ყველაფერს საუბრობს. იმიტომ რომ იმ მსმენელს ჭირდება. როდესაც მის 60 კულო ღირსებას ცდილობენ რომ რაიმენაირად ჭრილი მიაყენონ იმ მებრძოლებმა, ის ღვთისმბრძოლმა ადამიანებმა, რომელიც იუდეველები, რომლებიც ან ფაქტობრივად პავლე მოციქულის სამისიონერო მოღვაწეობისას, რომელიც წინ აღუდგებოდნენ, იმიტომ რომ სულ ყოველთვის განწყობილება იყო, ანუ შევიდოდა რა შესაკრებელში, ნაწილი მოექცეოდა, ნაწილი წინ აღუდგებოდა. ჩვენ ვიცით, როდესაც თავის 60 კულო ღირსებას იცავს, ანუ იმ ჭირზე და ღვაწლზე ამახვილებს, რომ 40 გზის ერთნაკლები, ხუჯერ 40 ერთნაკლები გზის ანუ ვიცემე, ჰურიათაგან, ანუ ქვითა განვიტვინე, ქვითა, ჩვენ ვიცით, რომ ლუსტრაში ხო? ისე რამდენჯერმე მკვდარიც ეგონათ ისე. ეს ქალაქ ლუსტრაში მოხდა ზუსტად. ეხლა ჩვენ არ გვეძლება, თორე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ ჩანს, რომ ადამიანი ქვით ჩაქოლონდა, სურთ მობძავი და მკვდარი ეგონა და კვლავ ტრიალდება ლუსტრაში, რომ მომჯობინდება. მისი მხნეობა რამ ხელაა, რომ ქრისტიანი ძმები განამტკიცოს. ეს ლუსტრაში იმიტომ ხდება, რომ აქ არის შილა და პავლე მოციქული. იმიტომ რომ ჯერ მერე ამბობენ, რომ ესენი მანამდე უწევს ეს, რომ ესენი ღმერთები გამოჩნდნენ ადამიანის სახით და ზოურვაც უნდა, ანუ შეწირვა უნდა მეკერებეობის. აი პავლე მოციქულის კიდევ ამბობთ, გამორჩეულობა სულიწმინდამ კიდევ დაამოწმა. ჩვენ ვიცით ანტიოქიაში ილოცეს და იმარხულეს რა და სულმაწმინდამ უთორებდა. საულე, ანუ პავლე და ბარნაბა გამომირჩიეთ. სადაც მე უბრძანო მათ. ანუ სულიწმინდის გამ ილოცეს კიდევ იმარხულეს და ხელი დაასხეს მათ რატო ესე ეკნათ. ანტიოქიაში იმ წინასწარმეტყველებმა ანტიოქიაში. ისეც უნდა აღინიშნოს, რომ ანტიოქიის პირველ თემს აი ხეწოდებათ უკვე ქრისტიანის სახელი ედება პირველ თემს. ანტიოქიაში ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანობა ანუ იერუსალიმიდან გასვლა ახალმოქცეულების და აი ქრისტიანობის გასვლა სტეფანე მოციქულის მარტვილობას მოყვა. უამრავი ადამიანი კილიკიასა და ანტიოქიასა და კვიპროსს ამ პერიფერიებშია რომ გავიდნენ და იქ ხდება უკვე გინდა არ გინდა მათი ქადაგება. ანუ ანტიოქიაში ჩვენ ვიცით პირველი თემი უკვე პავლე მოციქული რო შედის უკვე თემია, სადაც ერთი წელი დაყოფენ და აქ ხდება კიდე სულიწმინდის მიერ მოხმობა. აქ ეწოდებათ ქრისტიანები და აქედან იწყება მისი სამისიონერულო მოგზაურობები. ანუ ჩვენ ვიცით სამი მისიონერული მგზავრობა ქონდა, მთელი ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე მთელი ქალაქასა და დაბებსა და ანუ ქვეყნებს შორის ქონდა პავლე მოციქულს. ჯერ პირველად თანამგზავრად, ანუ რა თქმა უნდა, ბარნაბა იყო და მერე უკვე ბარნაბამ და თვითონ პავლემ გაიყვეს რა და სხვა, ანუ შილა გახდა თანამგზავრი მისი. და უკვე მეოთხე გზა ფაქტობრივად უკვე რომში აღსასრულია. მან აღარ გვეძლება საშუალება სინვარება იყო საკმაოდ მოციქულთაში რომ უთანხმოება მოციქულთა შორის, ესეთი დიდ მოღვაწეებშიც ხდებოდა ხოლმე უთანხმოება და ეს ადამიანური ადამიანურ ფაქტორებს ძალიან ხშირად არასდროს არ მალავს ადამიანურ ფაქტორებს. ესეც ერთ-ერთი ნიშანია წმინდა წერილის ბევრი ესე ვთქვათ წმინდა წერილის ავტორების სახელით დაწერილი სექტების მიერ არსებობს წიგნები, მაგრამ ნიშანი იმის რომ წმინდა წერილი არასდროს ადამიანის ცოდვას არ დაუფარავად წარმოაჩენს. ყოველთვის ესე იგი მის სისუსტეს რო არ ცდილობს რაღაცა შეალამაზოს. მნიშვნელოვანია რომ ეს მცირე აზიის ტერიტორია, სადაც პავლე მოციქულმა იმოგზაურა არაერთგზის ეს დიდი ქალაქების დღეს არის ბევრი, მაგალითად გალატია, კორინთო, ესეთი მცირე დღევანდელი თურქეთის ტერიტორია. ნანგრევები არის ამ უდიდეს ქალაქების და ხშირად ჩადიან ხოლმე მოგზაურები, ქათვალიერებენ, მაგრამ არასდროს იმ мотиваციით რომ აი აქ პავლე მოციქული დადიოდა. აი ეს რადგან არ არსებობს ალბათ ამის კარგი ცოდნა არა აქვს, როცა არ გააჩნია ადამიანს. კარგი იქნება რომ ადამიანი როცა კითხულობს ახალ აღთქმას და შეისწავლის რომელი ქალაქი იყო კორინთო და მე იქ ჩავა, სულ სხვა ბიზნესით ჩადეს უკვე სულ სხვა განმაცდით. უბრალოდ დასასრულს აუცილებლად რა თქმა უნდა ბევრი სათქმელიდან ძალიან მცირე ვთქვით და კიდევ ამბობ ჩემი მხრიდან დიდი კადნიერება ამხელა ანუ ეკლესიის დიდებანზე ვილაპარაკო დიდებანი ეკლესიისანი არიან პეტრე და პავლე მოციქული
რა სიტყვა შეუძლებს, ან რა სიტყვა გამოთქვას მათ ღვაწლს. უბრალოდ ჩვენ ძალიან მცირედად შევეხეთ, მამაო. ამის გამო ეკლესიამ მარხვა განაჩინა ჩვენ აი ამ პერიოდში. თავში როგორც მარხვა. ეს მარხვა ძველ წყაროებში კარგად ჩანს, რომ დღესასწაულის 50-ეულის მერე, დღესასწაულის ერთი კვირის მერე იდღესასწაულებოდა. თავდაპირველად აი მე-6 საუკუნემდე ერთკვირიან მარხვას მიუთითებდნენ. რომ აი ჩანს რომ ერთი კვირა მარხულობდნენ წყაროებში, მაგრამ აი ოფიციალურად უკვე ტყუილისკრებამ განაჩინა მე-6 საუკუნეში, ესპანეთში იყო ადგილ 517 წელს იყო, ანუ დაკანონდა უკვე ეს მარხვა. ანუ 12-ში დაკანონდა მათი დღესასწაული, ხსენების 12 ივლისს და 12 ივლისამდე ესეც აღდგომის დღესასწაულს მიყვება, ჩვენ ვიცით, მოძრავია. ხო, მოძრავია, კი, უძრავი დღესასწაული 12 ივლისი უძრავად არის, მაგრამ ეს ხანგრძლივობა მოძრავია აღდგომის დღესასწაულს მიყვება. ყველაზე დიდი ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 6 კვირა, 7 კვირა, გაგრძელდეს, 6 კვირა უფრო სწორად და ყველაზე მცირე 7 დღე. ერთ კვირაზე დავიდეს. ანუ აღდგომის მოძრავ დღესასწაულს მიყვება, რომ მაინც მსენელისთვის ეს გასაგები მიყვება, რომ ხან კითხულობენ აი 3 კვირა რატოა ახლა, ან 2 კვირა რატო. თუმცა აღდგომის დღესასწაულს მიყვება ეს მარხვა. ამიტომ ამ დიდ წმინდანებს და მოციქულთა თავთა ეძღვნება აუცილებლად მარხვა, რომ მარხვა ჩვენ ვიცით, რომ მომზადება დღესასწაულისთვის, წმინდა დავიცვათ ის ზომიერება და შევიგრძალოთ სიწმინდე, რომ ამ სიწმინდეში განცხადეს ამ მოციქულთა ღვაწლი. ამათი მშვენიერება ადამიანის სულზე და გონებაზე აისახოს, როდესაც ადამიანი და ეკლესია მსახურობს. შეგვეციოს მათი ლოცვა და მეოხება. მაგრამ ვფიქრობ, რომ აი პავლე მოციქულს ცალკე გადაცემაც უნდა მიეძღვნას. იმიტომ რომ პეტრე მოციქულზე შეიძლება ვისაუბრეთ, მაგრამ უფრო მეტი უწყება ჩვენ ვიცი ეპისტოლარული ნიშნით ავიღოთ და ანუ კიდევ ამბობ ის ქალაქები, როგორ მოხდა ეფესოში, გალატიაში, კვიპროსი, ჩვენ კორინთო ავიღოთ. ათენი ავიღოთ. როგორც თავში აღნიშნეთ, ერთი წლის, ასე ვთქვათ, საკურსო მასალა მხოლოდ პავლე მოციქულის ეპისტოლეები და ბუნებრივია 10 და 15 წუთში ამის მოხსენება ძალიან რთულია, მაგრამ დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა მთელი გიორგი ბაზერაშვილი, დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.